ზოგჯერ ისტორიას სიტყვები არ სჭირდება. ზოგჯერ ერთი მწვანე მოსაცმელი უფრო ბევრს ამბობს. ეს მოსაცმელი ერთ დროს ეკუთვნოდა ადამიანს, რომელმაც საქართველოში ბეთლემსინგის ისტორია შეცვალა. ბეთლები, რომლებსაც ადრე გადაობდნენ, დღეს სავსეა აუდიტორიით და ამაში პელეს დიდი წვლილი მიუძღვის. მაშინ, როცა სფერო ჯერ კიდევ სავსე იყო ბილწ სიტყვაობით, შრალი და უსტრუქტურო, უკონტექსტო ლაინებით, მარტივი და ერთმარცვლიანი რითმებით, გამოჩნდა პელე, მწარე, კრეატიული, მძიმე ფანჩლაინებითა და wordplay-ებით, ტექნიკით, სეტაპებით, ექსპრომტი ფრისტაილებით. ბოლოს და ბოლოს ეს ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი. გავიდა დრო, ბეთლების კონტექსტიც და ხალხის მიდგომაც შეიცვალა, თუმცა ერთი რამ უცვლელი დარჩა, სიტყვის ძალა, რომლის მნიშვნელობაც რაღაც პერიოდი დაკარგული ჩანდა. ახლა კი აკაპელა ბეთლები რომ დაბრუნდა, ეს ნოსტალგია ყველამ ვიგრძენით და ამ სცენაზე ისევ დგას პირველი სეზონის ჩემპიონი. შატალოზე რო გამოდიოდი, აი ეს ტრობა იყო ცხელი და ზამთარში მან დეკი ხელებს ითფობდი რა, რომ იქ ის გროტასკის გრაფიტი რა ვიბოტეხეს ბოზებმა, მეორე კლასიდან გადმოვედი და სამწუხაროდ ბოლომდე აქ ვიყავ. ვინც არ იცის? კი არა და არავინ არ იცის მგონი, მე 10-19 კლასში ჩამტოვეს ბოზებმა. იმიტომ რომ დირექტორს ხაჭაპურზე არ გავეგზავნე, სამაგიეროდ მე ექსტერნად ჩავაბარე და ჩემ ორიგინალ კლასელებზე 2 წლით ადრე დავამთავრე სკოლა. იმიტომ რომ დედა ჩემ 100 ლარი გადაიხადა და დამაწერინეს ის ტესტები. როგორი მოსწავლე იყავი? საშინელი. უბრალოდ ისედაც ვიცოდი, ანუ ვიცოდი რა, ეხა გენიოსობას არ ვაწვევი, მაგრამ გადავწყვიტე რომ სისულელებს მასწავლიდნენ და არ მაინტერესებდა. ყველაზე მეტად რომელი საგანი გეზიზღებოდა? მათემატიკა, აი ვეფხისტყაოსანი რომ მოდიოდა ქართული მაგ დროს. როცა გაძალებენ არ გევასება, მე როცა დამაინტერესა, ჩემ თვითონ ბაზარი არა. შთაგონება ყოველთვის დიდ ადგილებში არ იწყება. ის პატარა დეტალებიდან მოდის, იქიდან, რასაც ყოველდღე ვხედავთ და ხშირად ვერც ვამჩნევთ. ქუჩის ესთეტიკა თავისით ილექება გონებაში. ის რაც ყოველდღიურობის ნაწილია, ერთ დღეს შენს ხელწერად იქცევა. არ იყო აქ ის სიტუაცია, რომ აი როგორც სხვა უბნებში არის, რომ აი იმ კორპუსელებს და ამ კორპუსელებს ერთმანეთი არ ევასება და რაღაცა. ყველა მთლიანი უბანი ერთად იყო სულ. არ არსებობდა ეგ რაღაცა ვიღაცები მაკარავებით მოძრაობენ და რაღაცა, ანუ ეგენი არ იყო რა. ისინიც არ მახსოვს რა ეს ბულინგები და ხურდა და რაღაცეებიც, ანუ სკოლაში პროსტ არ არსებობდა ეგ განა, იმიტომ რომ რაღაცა, ანუ არ იყო რა. უბრალოდ ეგეთი უბანია, ეგეთი მენტალიტეტია და ჩემივე კორპუსის უკან შეგიძლია იპოვო გურანდას ბუდკა. ოდესღაც არსებობდა, ანუ ეხაც არსებობს, მაგრამ ბუდკა აღარ არის, ცოტა გადაინაცვლა სხვაგან. და იქით თუ მოხვდებით და ღერებზე სიგარეტი მოგინდებათ გურანდასთან. ბაიანები გურანდასთან. ძველი პური გურანდასთან. გაფუჭებული ყველი გურანდასთან. ეს სკოლა ჩემ გარდა ბევრ ადამიანს აქვს დამთავრებული კიდე. მაგალითად ჩაკვეს ლორიას გიგი დედა ლამაზიშვილს ბრატ ჩემ. სად ხედავ შენს თავს 5 წელიწადში? დიღომში. როგორ წარმოგიდგენია რასაკეთებ? იგივეს. უეჭველი თან. დაახლოებით 40-45 წლის ასაკში წარმოგიდგენია შენი თავი რომ კიდე ბეთლაო? რატო არა? კი. ანუ ცხოვრებაში მაგის პონტი თუ მექნება რომ მე 45 წლის ასაკში ფული მაგითი ვაკეთო უეჭველი. დღეს ფინალამდე ცოტა დრო რჩება. გარედან ყველაფერი უფრო დაძაბული ჩანს. ხალხი დიდ ემოციებს ელოდება. ემსებისთვის კი მომზადების პროცესი ისევ უცერემონიო და ყოველდღიურია. ფინალის წინ ყველა არ ირჩევს shit talks. ზოგისთვის ყველაფერი ისეთივე მარტივია, როგორც აქამდე. გარედან კი ხმაური მუდმივად მოდის. ზოგჯერ დადებითი, ზოგჯერ უარყოფითი და ეს ბუნებრივიცაა. თუმცა დღის ბოლოს შენთვის არაფერი იცვლება. რჩები მხოლოდ შენ, შენი ფიქრებითა და შეხედულებებით. მორიგი ბეთლი არ არის, მაგრამ იგივენაირად ვემზადები. დავითრე ხოლმე ენერგეტიკულ სიგარეტს დავჯდები, წერ და მე რა ვსაუბრ. მე პირადად მისწორდება რომ იფილტრება რა. და რომ მაგას ყოველთვის მოველოდი რომ ეხა იქ ვიღაცა დღეს არის, ხვალ არ იქნება, იმიტომ რომ მაგაც გონი ხარ რომ ანუ აი რაღაც მისიც ჩემი ცხოვრება მისთვის გადავდემე და რაც გაუსწორდება ისე უნდა ვიცხოვრო და ხვალ თუ რაღაც ჩემი გადაწყვეტილება არ გაუსწორდება აღარ ვევასები და ოკეი. მოკლედ, ეს არის ჩემი გრაფიტი. ოდესღაც მე დავწერე, ეს აქ წერია პელე, მაგრამ იქ ვიღაცამ საბა მიაწერა, არ ვიცი.
რამდენად ირონიულიც არ უნდა იყოს, კედელზე, რომელზეც ოდესღაც პელე ეწერა, დღეს სხვა სახელი ჩანს, დოკი. თუმცა მისთვის კამერების წინ გამოჩენა არასდროს ყოფილა მნიშვნელოვანი. ფეთლებს ატარებდა იქ, სადაც უბრალოდ სივრცე იყო. ხან ბინებში, ხან ცარიელ შენობებში, ზოგჯერ ტყეშიც კი. სივრცე იცვლებოდა, ფორმატი არა. Underground ბეთლები თავიდან დაიწყო online რეალურად. ანუ ისე გვევასებოდა რომ შევქმნით ჯგუფი და ტექსტებად უწერდით, ყავდა ჟიური, მან გავიცანი Skyres-იც, სხვათა შორის Stitch-იც და ბევრი კარგი ტიპი, რომელიც mainstream-ზე არასდროს არ გამოსულან, ზოგი დღესაც უკან მიდგას, როცა ბეთლი მაქვს და მანდედან ძალიან ბევრს შეუძლია, ბევრს არა, მაგრამ რამდენიმე შეუძლია, რომ ფინალამდე მაინც მივიდეს რა, ანუ არიან მაგდონის და აქვთ მაგდენი პრაქტიკა. თბილისში გადმოვედი მგონი კორონა რო დაიწყო სადღაც მაშინ, იმიტომ რომ ახსოვს პირველი ბეთლი ჩავატარე პირბადით. პირბადე მეკეთა ეგრე გავბეთლე ლაივში. ნუ ბავშვები ვიყავით მაშინ და სამსახურები რაღაცეები არ გქონდა, შესაბამისად, სადაც თავისუფალ ადგილს ნახავდით, ყველგან მივდიოდით რა, უფასოდ სადაც შეიძლებოდა. მაგიტო ვამბობ რომ ტყეშიც მიბეთლავია. მე ვბეთლავდი ყველგან, Discord-ზე, Facebook-ზე, ტყეში, ბაიტზე. აი ისეთ ადგილებში, სადაც არ უნდა ბეთლავობდე იდეაში. რაღაცა ვიდეოები არსებობს, მონაკვეთები მაინც ჩაწერილი, ჩემი და Stitch-ის ბეთლებიდან, კიდე რამდენიმე ბეთლიდან, Stitch-ის სხვა ბეთლებიდან. ჯიგრო პოჩი კაში და გიტარი და მართლები ქრეთ დაგუდი. შეხარ არ შეგდარი გულიმის მოყვები ნახე და ხოდა მოკლედ ეს ამიმე ბარები დაიაზრე იდიოტო. ალბათ პირად ჩემს ვერ ვიტყოდი, მაგრამ მასაში ვარ კიში მოტო. ბავშვობაში დაწერილ ტექსტებს ხშირად დრო ვერ უძლებს, რაც წლები გადის, მით უფრო სხვანაირად, ხანდახან უხერხულადაც ჟღერს. ვაღიარებ, ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო. დღეს რომ გადავხედოთ ჩემს ძველ ჩანაწერებს, ალბათ არსად აღარ გამოვაჩენდი. დოკის შემთხვევაში კი პირიქითაა. მისი ბავშვობაში დაწერილი პანჩლაინები დღესაც ისეთ შთაბეჭ ჭრილებას ტოვებს, თითქოს გუშინ დაეწეროს. რამდენიმე პანჩი, რომელიც თქვი ბეთლებზე, mainstream-ზე, იყო ის პანჩი, რომელიც გამოყენებული მქონდა მე თვითონ, ჩემი პანჩები იყო, ოღონ წლების წინ რა. მან არის ორი მხარე. ერთი ცოტა ჩეთერობაა, რომ წლების წინ დაწერილი და სხვისთვის ნათქვამი მოვიტანე. და კარგი მხარე ისაა, რომ ეგ წლების წინ დაწერილი არის 16 წლის დოკის დაწერილი და 16 წლის დოკის დაწერილია, რაც ეგრე-მაგრა გაუსწორდა ხალხს, ასე რომ მაგით შემიძლია ვიფლექსაო ჩემ თავთან. ანუ მე არ ვიყავი PvP-ს მაყურებელი, იმით არ დამიწყია, რომ ჯერ PvP ბეთლები დაიდო, ვუყურე და მერე ფანჩები დავიწყე. ჯერ იმ ჯგუფში გავწევრიანდი, სადაც ბეთლაობდნენ. მან ბეთლის იდეა მიხსნა აგერ Stitch-იმ, რაც იყო ფანჩლაინი და მაგის მერე დავიწყე პელეს ყურება. და მოკლედ ამ ბევრი კომბინაციით რაღაცეები მალევე ავითვისე რა. როდესაც ჩვენთვის ყველაზე მაგარ ბეთლემსის წლების განმავლობაში უყურებ, აკვირდები და მასთან ერთად იზრდები, ერთ დღეს მის წინააღმდეგ დადგომა აღარ არის უბრალოდ ბეთლი. არც შენ ხარ იგივე და აღარც შენი კუმირი. და სწორედ ასეთ დროს არის ყველაზე რთული გადაწყვეტილების მიღება. ერთი მხრივ არის ძალიან მაგარი შეგრძნება, იმიტომ რომ მოიაზრებ რომ ყველაზე მაგარი მსის ხვდები, ვინც საქართველოს ყოლია ამ კულტურაში. მეორე მხრივ ძალიან ცუდი შეგრძნებაა, იმიტომ რომ როცა პელესთან ბეთლზე ვოცნებობდი, მაშინ ძმაკაცები და მეგობრები არ ყოფილვართ და ეხლა ძალიან ისე ვართ რა, რომ არ მისწორდება რაღაცეების გაკეთება. მაგრამ ბეთლია ჩუვაკ. კი რაღაც დონით გავლენას ახდენს ეს მეგობრობის ფაქტორი. მე მეგონა რომ ამდენად არ მოახდენდა მაინც, მაგრამ თემა ისაა, რომ რაღაც თემებზე შეიძლებოდა ჩაჭერა ისე, რომ ბოლომდე არ ჩავაჭირე რა. მაგრამ ეგ იმიტომ არ მოვხდარა, რომ მარტო მეგობრობა, უბრალოდ მე არ მინდა ცარიელი ფაქტების ჩამოთვლა. მოვედი იმიტომ, რომ ვაკეთო ბეთლრეპი და ბეთლრეპი არის პირველ რიგში ფანჩები და ტექნიკის დემონსტრირება, ასე რომ მარტო რომ თემები გავშალო და ფაქტები ჩამოთვალო, ეგ უკვე ბეთლრეპი არ გამოვა და რაღაცა პასუხის მოთხოვნა გამოდის, რაც სისულელეა ჩემი აზრით რა. მაგრამ რა თქმა უნდა, რაღაც ფაქტებს გამოვიყენებ იმისთვის, რომ ფანჩები შევკრა. ელესთან ბეთლს ისურვებდი? სიმართლე გითხრა არა. იმიტომ კი არა რომ ეგეთი ძლიერია, პროსტა აი რაღაცნაირად სიმპათიები რო გაქვს აიდოლთან არ გინდა რომ ცოტა ნაკლები რო იყოს პელეზე სალაპარაკო, მაშინ მენდომებოდა რა და ახლა იმდენი რაღაცაა თემა რომ არ მომწონს უკვე ეგეთი ბეთლი რა. მაშინ უნდა შევთანხმდეთ რომ მარტო ტექნიკაზე გავუშვათ. ეგრე ისე იცვალა რომ
პელეს ახლა ჩემზე აქვს საწერი, მაშინ მე ვიყავი no name ტიპი და სხვათა შორის მაგ ბეთლზე ჩემი არჩევანი იყო. მე თვითონ შემეძლო ამერჩია პელეს შეხვდებოდი თუ ჯიუნას, მაგრამ ავირჩიე ჯიუნა, იმიტომ რომ არ მინდოდა პელესთვის, იმიტომ რომ მეგორო პელე არ ელოდა ვაფშე ვისხვდებოდა რა. და მაგიტომ მქონდა იდეა ტექნიკაზე. ახლა საკმარისი ფაქტები დაგროვდა პელესთვისაც, რომ საკმაოდ კარგი რაღაც შეკრას ფაქტებზე დაფუძნებითაც, ასე რომ უკვე შეგვიძლია რომ უფრო ჩავაჭიროთ. რავი, ბეთლემსი რო ხარ, მოკლედ რაღაცეები არ უნდა გწყინდეს რა, ფანჩია. კეთილი იყოს შენი მობრძანება ბეთლში, სადაც ფეხებზე კიდია თქვენი გრძნობები. ქონდა ოპონენტზე ისეთი ლაინები, რომლებიც თავიდან მოგეწონა, მაგრამ მერე გადაიფიქრე და გადახაზე. ეგ ლაინები მაქვს საერთოდ ყველა ოპონენტთან და ძალიან ბევრი ლაინია, რომელიც გავფილტრე რა. და ბევრი ისეთი ლაინიცაა, რომელიც მაგალითად საბაშასთან გავფილტრე და არ მომეწონა. და მე ამატერასთან თქვი რატომღაც და მანდ მაგარი გამოვიდა. მარტო შენ გამოდიოდი კინგსის ოლიმპიადიდან სერტიფიკატის გარეშე. დავამუღამე სხვათა შორის, რომ სხვას რაც არ უნდა კარგად ესმოდეს ბეთლი, ჩემზე კარგადაც რო ესმოდეს, ფანჩი არ უნდა ვკითხო, მოსწონს თუ არა, იმიტომ რომ მე როგორც გრძნობ, ეგრე უფრო ამართლებს ხოლმე ხალხის რეაქცია რა. გასაკვირი არ არის, რომ ქართულ ჰიპ-ჰოპზე უამრავი სტერეოტიპი არსებობს. თითქოს ყველა რეპერი მხოლოდ ბილდს სიტყვაობს. ბუნებრივია მსგავსი წარმოდგენები აღიზიანებთ იმ battle MC-ებს, რომლებიც კრეატიულ, რამდენიმე მნიშვნელობიან და ხარისხიან punchline-ებს წერენ. სწორედ მათმა შრომამ შეუნარჩუნა battle rap-ს ნამდვილი მნიშვნელობა საქართველოში. ალბათ ის რომ ჰიპ-ჰოპი რაღაც პონჩი ნიშნავს იმას, რომ შენ ხარ რაღაცა მოძველ ბიჭო ტიპი და მეორე სტერეოტიპი, რომელიც განსაკუთრებით ბეთლებში მეზიზღება არის, რომ ეს არის გაუნათლებლების შეკრება, რომლებიც პროსტა უზრდელები არიან და ერთმანეთს ლანძღავენ. ეგ არის სისულელე, იმიტომ რომ ვერავზროს იქნები კარგი ბეთლემსი თუ შენ არ გაქვს ზოგადი განათლება. ეს ყველაფერი არის უბრალოდ უზრდელების შეკრება. რომ ვაგინებთ ერთმანეთს და ვატარებთ, როცა ვინმე ჩვენს ოჯახს ეხება. რომ ვძირავთ სფეროს, ვკადრულობთ უკადრებელს. და უნდა შევწყვიტო ჩქარა. რა არის საჭირო იმისთვის, რომ battle MC-თ შედგე? battle MC-თ რომ შედგე, პირველ რიგში საჭიროა ის, რომ გაიაზრო, რომ ფანჩი არის 90% საქმის, ვისაც შეერა, რომ ფანჩი შეიძლება საპირწონედ დააყენოს ნებისმიერ როუსთან, რითმების ლამაზ და დაალაგებულ სქემასთან ან ფლოუსთან, ჩემი აზრით არასდროს არ იქნება კარგი battle MC, იმიტომ რომ აკაპელა ბეთლი არის ფანჩი. გადაწყვეტილების მიღება პირველ რიგში. battle MC უნდა გავხდე. მაგრამ არ მგონია აქ ვინმე შეგნებულად ჩვებოდეს მაგას. მესმის რომ მარტო ფანჩით ვერ მოიგებ, ყველა კომპონენტი უნდა გქონდეს, მაგრამ თუ შენ საფუძველი ფანჩი არ გაქვს, რავი, შენი ფლოუს გამო შეუძლიათ რომ შენ ტრეკებს უსმინონ უბრალოდ რა, საბაუნსოდ და საღადაოდ არ არსებობს აკაპელა ბეთლი. ჩემი აზრით არ უნდა ის რაღაცა სათუთი ეგო არ უნდა გქონდეს პირველ რიგში რა. ანუ რასაც გეუბნებიან, მნიშვნელობა არანაირი არ უნდა გქონდეს მაგას. ფინალის მოგების შემთხვევაში რა შეიცვლება შენთვის? იცი რა, ჩემი აზრით ეს ისეთი ფინალია, რომელმაც არ უნდა მოიგოს. კარგი მხრივ შეიცვლება ყველაფერი, იმიტომ რომ დაბრუნდება ჩემპიონატ ტიპი, რომელსაც ბაზისი აქვს მართლა battle rap-ის და ფანჩების. სხვა ნებისმიერი ტიპი რო ყოფილიყო, მოწინააღმდეგე ვიტყოდი რომ მე თუ მოვიგებ, რაღაცა battle rap-ი დაბრუნდება იქ სადაც უნდა იყოს. მაგრამ ახლა იქ უეჭველი მოხდება, ვინც არ უნდა მოიგოს რა. ჩემი აზრით რავი, არაფერი რა. ხა უფრო მოღავი მექნება, რომ სხვანაირი ბეთლები ვაკეთო რა 2-2-ზე. ჩემი აზრით არც უნდა გქონდეს რამე შეცვლის უფლება მაგას რა შენ ცხოვრებაში. ჩემი ოპონენტი პირდაპირ ვიტყვი, რომ არის ქართული rap battle-ის უპირობო გაუთი, top 5 რო ჩამოვთვალო, 5-ვეზე იქნება პელე, საპირწონესაც ვაფშე ვერავის ვერ ვხედავ აკაპელაში პელესთან რა. და მართლა ვფიქრობ, რომ თუ პელეს მოვუგებ, აღარავისთან აღარ წავაგებ საერთოდ არასდროს რა. მარტო პელეს შეუძლია მგონია, რომ აკაპელა მომიგოს. შეიძლება ეგო და ამპარტავნება დავუძახოთ, მაგრამ ფაქტია, რომ ჯერ შემიძლია მასე საუბარი რა, სანამ შემიძლია ვიტყვი. ამ ადგილას იყო, რამდენი სიგარეტს მოწევდი, უნდა მიგეწვაზე ვიდან და რამდენი დაგროვდებოდა და ეს იყო მეგობრებო, ამ ადგილს ქვია ბუდე. ეს იყო ბირჟა ერთ დროს. აი ეს პელე ძმაო. აქ ბრძნული გამონათქვამების წერია. იგი წავა და სხვა მოვა, რაც არა დაკარგულია. იყო შაშვი მგალობელი.
რაღაცეები წაგვიშალეს ბოზებმა. მაგრამ დაუბრუნდები საღებავებით მე აქ და დაუბრუნებ პირვანდელ სახეს, როგორიც უნდა იყოს. და ისტორია არც მწვანე მოსაცმელით იწყება და არც მთავრდება. ის იწყება სიტყვით და გრძელდება მანამ სანამ სათქმელი არსებობს. ეს სათქმელი ყველგან იბადება, სხვადასხვა მომენტში, ხან სიჩუმეში, ხანაც ხმაურში. ბოლოს კი ერთიანდება საერთო სივრცეში, სადაც სახელები დროთა განმავლობაში ერთმანეთს ანაცვლებს. მწვანე მოსაცმელი შეიძლება მხოლოდ სიმბოლიზმი იყოს, მაგრამ სწორედ დეტალებში ჩანს პატივისცემა, საქმის სიყვარული და შრომა. ეს ვლოგი ერთი დიდი მომენტია. წარსულისა და აწმყოს შეხვედრა და შეგრძნება, რომ ისტორიები ჩვენ თვალწინ იწერება, თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის. როგორ ახსნი განსხვავებას punchline-ებს შორის, იცი რა კუთხით? punchline-ი, რომელიც კონკრეტულად ოპონენტზე ეხება და punchline-ი, რომელიც ზოგადია, შეიძლება რეფერენსებით იყოს, მაგრამ მაინც punchline-ია. დონეს გააჩნია. არ შეიძლება შენ თქვა punchline-ი, რომელიც მოწინა ყველაზე მიდიოდა, მაგრამ მაგარი punchline იყოს რეფერენსი ძალიან. მაგრამ შეიძლება ასევე თქვა მოწინააღმდეგეზე რომ მიდის, მაგრამ მაგარი punchline ვაფშე არ იყოს. ასე რომ მაინც იმაზეა დამოკიდებული უშუალოდ punchline-ი რამდენად ძლიერია. გააჩნია რისთვის გჭირდება რა, შენ რა მუღამზე ხარ. თუ პროსტა ანუ გაბოროტებული ხარ და მოდი ხარ რომ უნდა იბაზრო, რა თქმა უნდა პერსონალები და ანუ ისიც კაი იარაღია რომ კრაუდი წაიყვანო რა. ეგ იკებს პეტრში? ანუ ჩვენთან ევროპაში ეგრეა ყოველ შემთხვევაში. იმიტომ რომ ამერიკაში, სადაც ის უფრო მნიშვნელოვანია, მან ამერიკელებმა უკვე აღიარეს, რომ entertainment-ია და მორჩა რა. და ნუ ტიპ შეუულია პროსტა სიკვდილი დაგემუქროს და რაღაცა ავტომატები მაქვს სახში და ვინ იტყვის მაგას მნიშვნელობა აღარა აქვს რა. და ჩვენთან ევროპაში გვიან რომ შემოვიდა ჯერ კიდევ წინა ეტაპზე ვარ და უფრო იმ თრუს ვინ არჩუნებთ ჯერ კიდევ. რა მევასება იცი? ერთი არის რომ აკაპელაზე რეპავს და ნუ პროსტა რაღაცებს იძახის და მეორე არის როცა აი აკაპელას ისე რეპავს თითქოს ბიტზე აქვს დაწერილი. ეგ ანუ სიტყვები და მარცვლები უფრო ტექნიკურად ვისაც აქვს ჩალაგებული რა. ჩემი აზრით ალბათ ძალას გააჩნია რა. ანუ თუ პერსონალურები ძალიან მაგარი იყო, ალბათ პერსონალურები. მაგრამ თუ ზოგადი იბაზრა და იმას ჯობდა, მაშინ უეჭველია ეგ რა. ანუ შეიძლება ზოგადი იბაზრო, მაგრამ ისე ძერსკად, აი როკი იყო გაკრაზე ეგრე რა, იმიტომ რომ თითქმის არაფერი იცოდა, მაგრამ ისე იბაზრა, რომ ანუ პერსონალურებსაც რო რამე მოუგებდა რა. მე ალბათ უპირატესობას იმას მივანიჭებ, ვისაც ოპონენტზე უწერია რა პანჩები, ზოგადი პანჩები არა, იმენა ოპონენტზე, იმიტომ რომ ოპონენტს ებეთლავები რა. ანუ მე რო ბეთლზე ვიღაც მიდგება რა, ვცდილობ კონკრეტულად იმაზე დავწერო. და ჩემთვის ალბათ ეგ უფრო მნიშვნელოვანია ოპონენტზე წერა რა. რატო არის დღევანდელი ბეთლი და ეს ფინალური ბეთლი ლეგენდარული? პირველ რიგში იმიტომ რომ ხალხის მიერ არჩეული და აღიარებული ლეგენდა ტიპი ებეთლავება ნამდვილ ლეგენდას, რომელიც ასევე ხალხმა აირჩია რა. რავი, ორივე არტისტი თუ Battle MC არის punchline რეპერი და ამ ხრივ ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ეს ჟანრი ქართულად რო კეთდება, მე მოხარული ვარ, იმიტომ რომ ბავშვობაში ძალიან დიდი გულშემატკივარი ვიყავი Lloyd Banks-ის, Fabulous-ის, Jada Kiss-ის, დრემდე ვარ. და მომწონს რომ ამის ქართული ვარიანტიც არსებობს რა. გამოდის ახლანდელი goat და baby goat ესე რო ვთქვით რა. ორი თხის დაპირისპირება დავნახოთ დღეს რა ვისირქები გადაძალავს გამოჩნდება. დღეს ხელმეორედ დაიბადება ქართული აკაპელა. ეიო, ბარს. ალბათ საუკეთესო აკაპელა ბეთლემსები უპირისპირდებიან ერთმანეთს და მაგიტო რა. ჩვენი ძმების თქმის არ იყოს, ვიღაცა ნიუკამერები რო გაიჩითებიან, ჯერ ამბეთს ნახავენ, მიხვდებიან რა როგორ უნდა გააკეთონ და მერე დაწერენ და მერე დააპერფორმებენ რა. ჩემი აზრით ეს ბეთლი ეხლა რო დაიდება რა, ხალხი რო ნახავს, მიხვდებიან რა არის ის თრუ აკაპელას ხოდი რა, რაც მოდის იქიდან. თამასა აიწევს რა და ვიღაცეები მარტივი ლირიკებით ვეღარ გაძვრებიან იტოქში და ვიღაცეებს, ვისაც დღეს სტატუსი აქვს, რომ ძალიან ძლიერები არიან, რომ უეჭველი რა. ყველაზე დიდი დამაშლება ხარ ცხოვრებაში. სტერეოტიპი ქართულ ჰიპ-ჰოპში რა არის შენი აზრით? ალბათ ის რომ ვიღაცა ნამდვილია და ვიღაცა ფეიკია. მე მგონი ან ყველა ნამდვილია, ან ყველა ფეიკია.
ანუ ის რომ რეპი რაღაცნაირად ესეკეთდება, ან ისეკეთდება და არ თქვა ცოდნა თუ არ გაქვს საკმარისი მაშინ ფეიკი ხარ, ან თუ გაქვს ბევრი ცოდნა მაშინ ნამდვილი ხარ. ჩემი აზრით ეგ არ განაპირობებს მაგას, იმიტომ რომ რეპის სამშობლოშიც ისე არის, რომ რაღაც და სხვადასხვა ეპოქებშიც ეგრე იყო, რომ ხან უცოდინრები არიან ზოგი არტისტები, ხან პირიქით აქვს ცოდნა. ის რომ ესაა რა, რეპერები ყველა არიან უსახლკაროები. არ ხარ? არა, მე მაქვს. რეპერი ქუჩური ცხოვრებით ცხოვრობს. ბრატ და სვავს და პანს ეწევა და შენ მაგებს არც ეს არ შვები? არა. იმიტომ რომ ძალევა და მოწევა უფრო ძვირია ვიდრე ჭამა და ვარჯიში. ალბათ flow იგებს. flow არ იგებს. არანაირად არ იგებს flow. მგონი დოქსაც რო გონდა, პელე უფრო რეპერიაო და რაღაცები. ხულიგანი უნდა იყოს რეპერი, არ უნდა იყოს ხულიგანი რეპერი. რეპერი უნდა იყოს ჭკვიანი კაცი, ვისი სიტყვებით სამაგალითო იქნება სხვებისთვის და აფიქრებს და ასე შემდეგ. რა არის საჭირო იმისთვის, რომ Battle MC-д შედგე? მოძრაობა. თავარი რაც არის, თავარი კრიტერიუმი აქ არც punchline-ი არ არსებობს. მართალი ხარ მოძრაობა, hip-hop movement-ი. Movement-ი. კი, აი movement-ი. აი ეგ არის ნამდვილად. რამდენად რთული იქნება შეფასება? აუ, მე მგონი ძალიან რთული იქნება. ხო, მეც ეგრე ვფიქრობ. ანუ მე მგონი ხო მორჩა ერთი MC რა და ეგრევე უნდა დავწერო ფულად რაც არის. ბრინჯის მარცხლით არ იქნება? თავარაუდოდ ან ორით. ერთი-ორით. ან შეიძლება კრეჩხის მარცხლივ ჩავდო. მაგას შეიძლება. ციციბურას. ან ოსმის. მუხუდოს. ბარდის. მუხუდო დიდია ესეთი ბობოყვერა, კაია. რატომღაც გონია რომ არ იქნება რა, რაღაც ასეთი წინადგრძნობა მაქვს, არ ვიცი რამდენად გამართლდება, მაგრამ რაღაც გადამწყვეტი მომენტები იქნება, რაც ჩემ გადაწყვეტილებას, თუმცა ესე თეორიულად რა თქმა უნდა, პელე ძლიერი არის ამ კუთხით და თან ძალიან გამოცდილი, დოკი ძლიერი არის, თუმცა ნაკლებად გამოცდილი და გამოცდილებასთან ერთად პელეს ტექნიკა უფრო მრავალფეროვანი არის. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ფალსახად პელე იქნება გამარჯვებული, მგონია რომ იქნება რაღაც გადამწყვეტი მომენტები, რაც ჩემ პირად თუ მე ვიქნები ამის შემფასებელი, არ ვიცი ზუსტად ჯერ არავის არ ვთქვა. მაგრამ არც ეს არ მეუნებიან ხოლმე და ისე სპონტანურად ხდება მე. ფრისტაილის გარეშე მეტყვა ჩავატარებ. ჩემი საყვარელი სკილია ჩემ თავში, რომ არ ვიცი რამდენი ამოღაბებთ, მაგრამ მე ძალიან ხშირად ფრისტაილს ვაძლევ შუა ბეთლში. ანუ კანა რაუნდის დაწყებამდე რამდენიმე ფანჩს ვიტყვი და მერე ვამბობ ფრისტაილს. ეგ უქენი ერთი სამჯერ. TikTok-იდან მოპარული ფანჩლაინები, ისევ როუსი და ვაფშე არაფერი ახალი. ეს რო კარტოფილზე რეპავს ზუსტად იმიტომ უნდა კრახმალი. ჯერა რომ კარგი რითმების დაალაგებას და რითმების სწრაფად მიყრას, მარტო მაშინ აქვს სპასი, როცა მაგ რითმებიდან ლირიკული აზრი გამოდის, ან შიგნითაც ფანჩლაინია რა, რაც არ უნდა სწრაფად და კეიდენსით წაიკითხო რა. და ყველაფერი, რასაც მე ეგეთი ფლოუთი ვბაზრობ, ცალ-ცალკე ლაინებად რო გაარჩიო, ყველაფერი თავის მხრივ საშუალო დონის ფანჩლაინია მინიმუმ. როგორც ვიცი, ამ სეზონის მერე კიდე ერთი აკაპელა სეზონი იქნება. აი, ყველაზე რთული აქ ის არის, რომ მოძებნოთ კიდე სხვა ახალი არტისტები, რომ იგივე სეზონი არ გამოვიდეს და როგორ აპირებ ამ ახალი ტალანტების ძებნას რა, ასე ვთქვათ. Underground-ში. უეჭველი underground-ში მე ვთქვი, აი ხლა ჯაფრგოჩქარები და თულეთი ყავით. საყვარელი ფანჩლაინი გითხარით დღევანდელი ბეთლიდან. ვიცი რომ ბეთლი არ წაგიგია. ჟიური ფანჩებს თუდად იგებდნენ, მაგრამ თუ ამბობ რომ ხარ ივარი ძვალის გარეშეც უნდა იგებდე. რა შეიცვალოთ გუშინდელის მერე? არაფერი საერთოდ. მე ძინა არც გადამიმეორებია ტექსტი წამოვედი ეგრე. სეტაპებს რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდეს? ანუ ეგეც ცალკე სკილია, ანუ სანამ punchline-ს მე თქუნა გამაგებინო ჯერ აზე მელაპარაკები საერთოდ. ანუ ძალიან ბევრი არის რომ მოდის და ისეთ რაღაცა სიძახის რომ მარტო თქვენ იცით და რეაქცია ვერ მექნება მაგაზე. მეც უნდა გამაგებინო რა თუ იძახი. არ ნერვიულობ პოდკასტს საერთოდ. არა, აი ერთადერთი ნერვიულობ ხოლმე ბეთლის წინ როცა DJ უკრავს, იმიტომ რომ ვიღაც ზანგები მაგრა რეპავენ და თუ შეფასება მივარდება მაგას. საყვარელი punchline მითხარ დღევანდელი შენი ბეთლიდან. პირველ რაუნდში დაიღალა, გაიძრო კანცი, ეგონა ბომბი ვერსები მოიტანა. არა, პროსტა ხარ მსუქანი კაცი. და შენს მეტოქეზე რას გვეტყოდ ბარემ? ჩემ მეტოქეზე წინაზეც ვახსენე, რამდენიმე დღის უკან ყველაფერს საუკეთესოს ფიქრობ და თელეგულით გულ შემატკრებ და იმედია გაიმარჯვებს. ეს დანარჩენი გამოჩნდება. რა სიზამს? თვითონ თუ არის თავისკენ ნახოთ. ხედავ ყველა შენ გისმის, ყველა გაჩნდა.
შენ გამოგაჩუნდნენ. რა პატივში ხარ? ძალიან წონიანი სახელი მაქვს. ნამდვილად. რომელ წონაში ხარ? აბსოლუტურ 100-ის მაღლა. ან მე და შენ რო რამე შეგვიძლია დავდგეთ, ხო? კი, შენც მაგ წონაში ხარ, როგორც ვიცი, აბსოლუტურ 100 კილო პლუს. თავარია ბარების წონა. ბარების საზომი ერთეული? ბარომეტრი. Yes, ყოჩახ ჩააბარე, გამოცდა. დღეს შენიკებ. ჩემი მეძინო იქებ, მე არ მინდა ჟიურობა დღეს. ჟიური ხარ? არ მინდა ვარ, ხო? დაიცა. არის მან ცოტი ძალიან მნიშვნელოვანია, ჟიური ხარ თუ ჟური? ჟური, შენობაში. ჟური კაია, ხო, ჟიურები არ მიყვარს. დღეს იმოძრავებ? ძალიან ბევრს. აი, ოღონდ ჯიუნოსოით არ მოგვიყვარს. უაზროდ ბევრს ვიმოძრავებ დღეს. ბებო მაფინანსებს თვის პირველ კვირაში, როცა პენსია ირიცხება. აი, საყვარელი. უყურებს დანარჩენი ხოლმე 3 კვირა შენბეწლებს? უსპონსოროდოა. კი, სხვათა შორის ყველა ნანახია, კი. მთელი ოჯახი ჩართულია. ამ მთელი არა მარტო ბებო. აი, საყვარელი. და როგორ უთარგმნი ხოლმე ფანჩებს? არ უთარგმნი, რასაც ვერ იგებს ანებებს თავს. ახვევს. სახელებს რო იტყვიან, ვათიშინებ მე. MCS და სორთიშოს. Вообще ეს არა ობიექტური სპორტი. მართლა? კომპონენტები ხო ობიექტურია? კომპონენტები ობიექტურია, მაგრამ ხალხი არ ვართ ობიექტურები. ანუ პელეს აძლევს ყველას რა. ეგრევე პელეს ვაძლევ. 50-ლარიანი ჩამიკუჭა კიდია. და აკაპელაზე არ გინდა გამოხვიდე? აკაპელაზე მინდა. ბევრი რაღაცა მინდა. ანუ ელოდები ხო. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. აი ეს TVC-ის აპლიკაცია. ოპა, ასეო. სიმართლე გითხრა, ეხლა ამ ბატლზეც გამოვედი, იმიტომ რომ ნუ მაიკმა მითხრა რომ მოვემზადოთო ერთოთო ისავესაო და მუღამი მომეცა რა Young Mike-ის პონჩი რა და ისე მაგრა მეზარება რა, აი მენა მეზარება. მაგის წერა, დაზეპირება და იმაზე ფიქრი რომ ასე ჯო თუ ისე ჯო აიაუ. როგორი ტიპის ბითი აირჩიეთ? ისავირჩიე Hellrail-ის და Dipset-ის ისა Don't You Wanna Be a Gangster და იგივე Young Mike-ის იგივე ქონდა რჩეული, ოღონდ Lil Wayne-ის mixtape-დან Lil Wayne-ი ბაზრობდა იგივე sample-ზე და მეთქი what the fuck. დაიმთხვა ხო. ხვალ ესე იგი თქვენ ორნი რა შობეთ? ის ორნი. Tricky question. Tricky question. Вообще იყო tricky. წესით არ უნდა დაბნეულიყავით, რაღაცნიტოა. არა, ნიტოა. ტიპა დაერორა. ანუ რას უნდა შევებოდეთ ჩვენ ორნი და მე ვხარი რომ ნუ პაგადის ტოსტი უნდა გავაკეთოთ. ხო და მაინტერესებდა იგივე პასუხი თუ გქონდა. ანუ ბეთლაუთ. Wow. That's so deep. და სიურპრიზები გვაქვს თან. რა სიურპრიზები? სიურპრიზები. Kinder Great minds think. აუ, ეგ როგორ არის ერთდროულად რომ ამბობ და რაღაც რო უნდა ჩაიფიქრო. Great minds think alike. შენ ხო რას ამბობ, მიხვდი აგუხსენი. კი, როგორ არა. ამ ეს არის. წეღარა მოგიყვა ბიტის არჩევაზე, ეგ იყო Great minds think alike. ოპა, აი ტაში დაგიკრეს არაფრის. არ იყო საჭი. ახლა დაიწყო და წესით ახლა უნდა ვუსმენდე, იმიტომ რომ ჟიური ვარ, ვაიმე არ მინდა ჟიურობა. აი всё წავედი. დღევანდელ ბეთლზე გითხარი შენს ბეთლზე, შენს ოპონენტზე როგორ მოემზადე, როგორი გამოცდილება იქნება შენთვის BPM-ზე, ანუ ბიტთან ერთად. ოკეი, კარიშე, მანამდე მაქსიმუმ რაც ქონია გამოცდილება ბიტზე ეგ იყო, რომ ონლაინ ბეთლები და ეხლა რაც იქნება, იმ ონლაინ ბეთლების გამარჯვებულია ეგ ლევი, ვაფშე არაფერი ვიცოდი ტიპზე თითქმის, მაგრამ რაღაცები არის რა, პირველი რაუნდი არის, მარტო სადაც ბათლაობ, იმენა პირველ რაუნდზე ბათლავი, მაგრამ პირველ რაუნდში არის drop in a bars და ყველაფერი საკაიფო, იტო შენახავთ მაგას რა. შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის ბეთლის დროს? პრიორიტეტი. ყველა ვარიანტში პანჩლაინები, მაგრამ მაგ პანჩლაინებს უნდა კონდეს საუკეთესო დელივერი რაც გაქვს. ეგა ან ჩემი ტოპ პრიორიტეტები რა. მერე flow და flavor drive ასე შემდეგ რაც არის რა. შენი ოჯახი გიყურებს? კი, მივესალმები მამას, დედას, ყველას რა. მე ესმით რაებს ელაპარაკო? არა, მაგრამ გულწრფელობენ რა. მამა ჩემი უფრო ამუღამებს კაროჩე რა, მოეჭველი. ნათი აღარ არიაქტებს ბეთლებს და პანჩლაინის მნიშვნელობასაც დედამ. მოკლედ ნათი აღარ არიაქტებს ბეთლებს და პანჩლაინის მნიშვნელობასაც დედამ. ანუ facts. რა გავაკეთო? შორის PvP საზმოში მაგრად წაიღო. ჩელენჯი გააკეთეს, წამოიწყეს ესეთი კამპანია, რომ დღე პირველი ველოდებით ნათიას ბეთლების დარეაქტებას, დღე მეორე, დღე მესამე შეწუხდა ხალხი, ანუ იქებ არ უნდაო გოგოს დარეაქტება. მოგვენა ტრაშენი რეაქტები და მაგიტო. არ მინდა.
ქართული ჰიპ-ჰოპის სმენელმა რა, punchline-ის მნიშვნელობები და ასე შემდეგ რა, ეს wordplay რა არის და ის ბევრმა შენგან გაიგო და დიდი დამსახურებაა შენი, რომ ეხლა ამ სფეროს ამდენი მაყურებელი ყავს და უფრო სხვანაირად ესმით რა. ოღონდ მართლა. თუ გაქვს სურვილი რომ დაამტკიცო კიდე საპირისპირო და ახლანდელი სკილებით კიდე ერთხელ სადო გამოჩენა. ჯერ პირველ რიგში მაქვს ტრეკების მუღამი რა. ერთ პატარა რაღაცას რამე ბეთლებზე შანსი არის რომ გიხდი? მაქვს გეგმაში უეჭველი. არა მარტო ამ პროექტში ზოგადად ვიძახი რა. და დიდი ალბათობით გამოვალ და მიხილავთ კიდეც კი ახალი შემართებით და ვაფშე ახალ ივას, რომელსაც ჯერ არ იცნობთ. მადლობა. მადლობა bro. რამეშინია ვაიმე ხმართ. ჯერ საბაშაზე ვილენზე და სტიჩიზე რამდენი ვინერვიულე რომელიც სეზონგარეთ ბეთლია. როგორც ყოველთვის ნერვიულობ და არ ვიცი რატო გეგონება ბეთლზე გამოდივარ მე თვითონ, მაგრამ ძალიან საპასუხისმგებლოა გინდ ფინალური ბეთლი იყოს და გინდ უბრალოდ სეზონს გარეთ ბეთლი რა. და ეხლა ფინალი, ანუ მე მგონია რომ მე არ ვაფასებ. ანუ მე მგონია просто უნდა ვიდგე და რომ დაიძახებენ ჩემს სახელს. დიახ და მოვკურცხლო უნდა ეგრევე მოვწყდე უნდა ესე მგონია რა. ეს უნდა დავაგდო ჩანთა და აი მე არ მზად ხალხო რა გავაკეთო. სათითაოდ უნდა ჩავიწერო ყველა ვინ რა punchline-ი გააძრო. გინდა შენ მოგცე მეორე მიკროფონი და კომენტარები გავაკეთოთ ხოლმე. მოსმენის მაგივრად და მე ვერც ერთი ვერ შევაფასებთ და მარტო არ ვიქნები. ჯეირანი. 3-მდე. ეს რა არის? სტიქია? შენ მოიგონა? თავიდან. ანუ ეს და ეს. ირანი. კიდე იგივე ქნა რა კაცი მეორე შანსი მოგეც და ნახე თუ გიყუნო ვიყავი ვიქნები და ნუმერო. აი რა ხოძე ხარ. რომ ნერვიულობ ხოძე ვარ. მოიგე. მოვიგე? მე ვაფასე პირველი. პირველი შეფასება რატოა პრიორიტეტი? იმიტომ რომ ბოლოს მე ვერავის ცოდვას ვერავი კიდე. ვილაპარაკებს, რას ვილაპარაკებ გაიმეორებ. ხადაო ბეგარ უნდა ვქნა კაკე. აჰა, გვაღადავე. წინაურებ. გვაღადავე, რა თქმა თქვი. მე გამაგდემენ ქვეყნდა, რა თქმა უნდა თქვი. მე გამაჩერებს რა. ეს ვარ ბეთლემსი ალუ და უსაცხელს ვაკნო. რეაქციები გადაგვიყვება ხოლმე რეაქციები, მაგრამ ეს უემოციურია. ხო. მარტულელი რეპერიც არ ხარ. პირველი მარტულელი ბეთლო რეპერიც არ ხარ, რომელიც ფიქრობს რომ ხალხი პირველი თავის აზრს გვეტყვის NIS. მადლობა ყველასთვის, სულ ეს იყო. და რაიმენ რუსის პირველი სეზონის პირველი ჩემპიონი არის დოქტორი. ვიცოდი რომ მოიგებდა საღო ლაბარაკო. და მომენტი რომელსაც ყველა ელოდა, მათ შორის შენც. დაუბრუნდით. მართლა ეგ ვაფშე არ მახსოვდა. მე ერთი კარგად დაუბრუნდეთ რა ვაფშე. მორჩა ხალხო ბეთლი, პელესი და დოკი. ბეთლზე ეხა რა, ჯერ რამდენიმე ფაზა აქვს. დავამუღამე. შენ არ მინახი ხარ, კაი ხანია, მე დავამუღამე რა. დავამუღამე რომ რამდენიმე ფაზა აქვს. პირველი ემოციით ეხლა. მგონია რომ მოიგო იმან, ვისაც უნდა მოიგო. მე არის ვიდეოს დადების ფაზა. ეგ მეც ვიფიქრე. აი მე როხსნის ეგენი და კაროჩე რა. ეხა მგონია რომ დოკმა მოიგო. როგორ გგონია მართლა საუკეთესო ფინალი იყო? საუკეთესო აკაპელა ბეთლი იყო კი. ნახე რა ეს არის ნარცისი, ანუ ხა იასთან თავის თავზე ხო არის? რანაირად შევადარო VPM-ს, ანუ რანაირად შევადარო? რითი შევადაროთ? მე ხვალ მაგ ბეთლი. ვაიმე ხო, ვაიმე რა როგორ დამავიწყდა? აბა მითხარი ხვალ. მე ხვალ მაგ ბეთლი, ბეთლამდე მაგ ლაივი. და რანაირად ახერხე? ლაივამდე მაგ საუნდჩეკი და საუნდჩეკამდე მაგ საუნდჩეკი. არა, ერთი წამი როგორ არის ეგ შესაძლებელი? ორი ამხელა ივენთის ერთად ამთხოვა და ხმის შენარჩუნება. ძალიან მარტივად ნახე, ზედმეტი ფილოსოფიის გარშე. პირველ საათზე მაგ ბეთლის საუნდჩეკი, 5 საათზე მაგ ლაივის საუნდჩეკი, 7-ზე მაგ ლაივი, 10-ზე მაგ ბეთლი. ლაივზე მაგ ნახევარსაათიანი პროგრამა და მონოჰოლით ძალიან შორს არ არის. ფსიქოლოგიურად და ხმა როგორ მექნება მწყობში და ძალიან არ დავიხარჯები რა ალბათ. რომელზე უფრო არ დაიხარჯები? ლაივზე.
რებს მეკითხები. და ერთი ისა რა, კიდე. კავშირი არ ვიცი რა არის. არც ჩევაა და არაფერი, უბრალოდ ჟიური, როდესაც ეუბნება მონაწილეს ტექსტი არ უნდა დაგავიწყდესო. თვითონ არ უნდა დავიწყდეს 10 წუთის წინ დაწერილი შეფასება რა. რას თავარია ყველაფერი უნდა ვთქვათ და გულში არ უნდა ჩავიდოთ არაფერი. რა მოხდა, რა შეგემთხვა რა და კარგად ხარ ჩემ. ინტრიგნული დაბრუნება რა მოხდა ნათიას ცხოვრებაში 4 თვის განმავლობაში. ეხლავე აქ და ამ წუთას უნდა დაიდოს. კითხე მაშინ, აუ მომენატრე ჩემი. აი ეს მოინატრა ხალხს ჩვენი კინკლაობა. მე არ მაქვს კამერა. თქვენ მაიქია 2 წუთი, წავიდა. გილოცავ დამდეგს. და. ხო, ლიტერატურა იკითხეთ ბევრი აქ. კიდე ის იყო, ბევრჯერ ითქვა, რომ ნების ჩამოთვლა და. არა, ეგ უკეთ დაგაწერინებ. არ ვიცი. რომელ წიგნს გაუწევ პოპულარიზაციას მაშინ? ბიბლიას. თან იმიტომ რომ ფუნქცია აქვს დაკარგული საქართველოში. უბრალოდ თაროზე დასადები წიგნია და თაროზე დასადები წიგნი არა, წასაკითხი წიგნი. მიყვარს ვლოგს რომ ვიღებ ხოლმე და ქრურო იკრიბებ, ანუ ამ ხრივაში ხალხი დგას, უსმენს რას ბოდიალობთ ორი ადამიანი და უსწორდება, ძალიან საყალები ხარ. ესამისფერი გულები დაუწერეთ ხალხო. გემში დაბებით იმედია მოგეწონოთ ამ სტილში იქნება ყველა ვიდეო ამიერიდან. რომ ათრევინებთ ამას რა წესია? ვისი ბრალია? ვისი ბრალი? ვისი ბრალი? ვისი ბრალი? ვისი ბრალია? ვისი ბრალი? ფედერაციის. შეუნდა გეთქვა. ხმა მომეცი იმის გამო რომ ამას მათრევინებ. ფილენმა დამსახურებლად მოიგო ამ შემთხვევაში. ეხლა ეს პრომო დამთელი ამბები და ხო ევროპელემ ხელი დამარტყას. ახებს პირჩემ ძინძინტის პარიფანჩ ვისი მის მარტი ვარგიჟი და ნაძინაგარი. Panchebi shenze tsina kari. Round akna. Hello. Oh, sorry, I'm busy right now. I will call you later. Pick up this Ivan, sell it, and then go to Bitcoin ATM. After you go Bitcoin ATM, send me the money. That's it, Tony. No, I'm from USA. Who is my president? Michael Jordan, блядь. No. I'm from England. I'm from England. Nati itsime da sheritim gavart. შენს ქურდიანი ხარ. Fucking блядь. No, блядь. Electricity hits you up. Სამშობლოს რატო ხიდით, ბიჭო? And then you get out, hop, shop. აღარა უკვე სასაცილო. თავიდან და მე 1000 დუბლი. არ მოგერატრა რო გლანძღა ხოლმე? ვინმე სენატრება კი. მაზოხისტებს და იმათ რა ქვია სტოკჰოლმიან სინდრომიანებს. მოდი ეს კადრი გადავიღოთ, აღლებს რო ეფერება, დოკი. აიქ არის ერთი კედელი პელესახთან დიდა დაწერია გაიღიმე. მან უნდა ჩავიარო და ყველამ გავიღიმოთ. აუ კი, ქნათ, მოდი. ამ სტადიონზე გავშოდით? არა. რამდენჯერ მოგისმენია პელეს ლაპარაკი ძილში? Ну, ეს ლაპარაკი ძილში არ მომისმენია, იმიტომ რომ მეც მეძინა მაგ დროს და შეიძლება პასუხი გავეცი კიდეც, მაგრამ არ ვიცი რა. Freestyle-ობს? 5 წუთიანი, არ freestyle-ობს, იმენა 5 წუთიანი დისკუსია იყო რაღაც stand-up-ის რომელიღაცა ხუმრობაზე და პელემ, აუ ისე დამემართავ და გადაბრუნდა და დაიძინა. Random რაღაცები მოყევი. აი, random რაღაცებს სანამ მოვყვები. გამოდით და გვეთამაშეთ ფეხბურთი, იქნებ ფეხბურთში მაინც მოგვიგოთ, ეხლა ვერცად დიდი იმედი არ არის, მაგრამ ფეხბურთში ცოტა გავსუქთი ამ ბოლო წლებში და შეიძლება ეგრე. აი ბანი მიცის, არა მარტო ბანი. მოდი გავიღიმოთ ხალხო. გავიღიმოთ კედელთა, სადაა კედელი, მანახე. ხო, სხვა შორის მინდა ვთქვა, რომ ეს კვარტალი უფრო სხვა ვაიბის არის, ვიდრე ჩემი კვარტალი იმავე უბნის, რაღაცა ცოტა სხვანაირი. აუ, გაიმაზა შუტკა მინდა. სამთვიანი განსხვავებაა. ეს მეორედ გავიცი. მეორე ტეიქზე გადაღებული ის. აქ ხალხი ვაფეიქებთ ხოლმე რაღაცებს. ყველაფერი ისე კი არ არის, როგორც ხედავთ, დაედითებულ, გალამაზებულ, ქურდას სკილების წყალობით გაკეთებულ. Good free. Hey. არა. Raw material. რამე რო გამოვარდეს ეხა რო გამ. აი ვიდეო უნდა დავიწყოთ ესე. თქვენ დღეს ნახავთ ამ კარადაში. უი, ხო, წამო.
კარადამ და გვაინტერესა. კაჟადა. მაგარი კაჟადა. და რა თქმა უნდა ჰორიზონტზე პელე არ ჩანს, მაგას უნდა მიწერო 9 საათის ადრე. რომ ორი კაცი ავიდეთ ამ ორიდან ერთი მე ვიყო რომ ტელეფონი შევაერთო ცოტა ხანი. და ეს ნივთები დადო. პირველი საინტერესო ფაქტი. ამ ლიფტს აქვს ორი თვისება რა. პირველი, მეოთხედან პირველამდე არ წერს რიცხვებს. ესე იგი მან არის დროის პორტალი. მათ გადიხარ რაღაც დროის პორტალში და პირდაპირ პირველზე იჩითები. თუ ოდესმე გახვალთ, დაიმახსოვრეთ მე-11 სართულზე იქნება ძალიან ცუდი ლიფტის ხმა და შეიძლება იფიქროთ რომ მოკვდებით, მაგრამ არ მოკვდებით. გათვალისწინებულია იქ ხმა უნდა იყოს. აქ ლეგენდის თანახმად ისროლეს, ხო? ხო, აი აქ ნიკი ისრო და პელესა რომ მოვიდა. აქ მეოთხე დაიწერე. აი მეოთხე. Magic. მეორე ფაქტი რა. იმედია მალე ჩამოუპელე, თორე რენდომ არის. ეგა. როგორ ბრძანდება, გაგვიჭირდება, მაგრამ ოპ. აი ხა სპეციალურად თესლობებს ბებოს გადავიყვან და რაღაცეებს ვიზაო რა. საწავიდე შენ მითხარ და ეხა წავალ. ჰე. ბარებ სიგარეტი უნდა ვიყიდო და მაღაზიისკენ წავალ თუ მინდა. კაი, გაცა. რას არ უნდა სიტყვები დახარჯოთ ერთმანეთზე მაგ დღეს? აუ, მაგდაი ლაპარაკი არ გვინა და აი ხა მე სიტყვები დავხარჯე ეხა. ვიცოდი სპეციალურად თქვი. არა, ანუ ეხა რა დონეზეც უნდა დავხარჯოთ მაი სიტყვები. მაგ დონეზე შეთანხმებულები ვარ და. დაგვიხასიათე შენი ერთი დღე. სადღაც 4 საათზე ვიღვიძებ, ეხა მაგარი გწევლეთ, ორზე რომ მოხვედით. შეიძლება მე რო დავინათო? რეიტინგს დაგიწერს სამა. ეს ვიდეო დადებს 400.000 ნახვას. აჰა. დროს. პელე. გაჩერდი. რატო არის დღევანდელი ფინალი ლეგენდარული? რატო? არ ვიცი რატო. შენ გეკითხები. მეთქი რამე ხუმრობა, ის knock who's there. ეგ მეგონა. არის? უიჭველი. რატო? უიჭველი, იმიტომ რომ არ ვიცი ეს ქართული ესტრადა და რა ვქნა. ჩენი აზრით ChatGPT ჩაანაცვლებს ბეთლებს? ვერა. ერთხელ გადაობისთვის ველაპარაკი ChatGPT-ს და ისეთი დებილია, აი, იმენა მე ვარ პახმელიაზე იმენა. ხოაც ძალიან თანაბარი ბეთლი მიდის. ამ შემთხვევაში ფანჩები თუ თანაბარია, რა ხდება? გეტყვი მე რა მევასება, იცი? ერთი არის რომ აკაპელაზე რეპავს და ნუ პროსტა რაღაცებს იძახის და მეორე არის როცა დავდება წყალი და ზეთი. ცეცხლი. არა, უბრალოდ მოვდიოდი და ივა აქეთ იყურება ხოლმე და მგონი ეშინია რომ ჩავწერ და გინდა ეგ შიში რეალობად ვაქციო. შენ ვიცი რომ გეშინია ჩაწერის და ამიტომ მოვედი რომ ჩაგწერ. ხვენია, მოიცა დავდება მას. ვოუ, რა პატევში ვარ, მაგრამ პოპულარული ვარ. დედა, კამერაში ვარ. მოდი, სტაიანში. ხო და მითხარი და მივაწერ ეგრევე. მაიკ, შენ ბაცი როა ხო? ეხა გამახსოვს. უთხარით ეს. ეს და ამიტომ მოყნებით დღეს. უნდა გაწევ დღეს. თენა კარგად. შენ ქვია მთელს იმაში ელგუჯა და გამოიხება. ხერხული სიჩუმე ჩამოვარდა ბეთლის წინ. უფრო ხერხული იქნება მე როცა დავიწყებ შეფასებას. ფეხბურთს უყურებს. ორი თერთი გებს არსენალს. ეს ყური მაგ თავისუფალი ბეთლისთვის, ეს ყური ფეხბურთს. გიო, მოდი ტელევიზორში მოგახვედრო. რაც გინდა თქვი, მოდი. ასუხა და ქვეყანაზე, წოვე ადამიანს, ბევრად უკეთეს მამაზე, ვერკინოს და დავდივარ ცინისზე, ვარ სახში როგორც თურქი მარჯანიშვილს. აი ესე დაგეცალოთ შემიმტერი. ეს ვიდეო ხო დაიდება? დაიდება? შენ გეკითხებ, დაიდება? დაიდება? შენ გეკითხებ.